ეს არის ერთ-ერთი ურთულესი საკითხი, რომელიც არ მხოლოდ საქართველოში ძალიან მასშტაბურ პრობლემად იქცა განსაკუთრებით ბოლო წლებში და თანამედროვე ამ ინოვაციურ სამყაროში, სადაც ყველაფერი უფრო მარტივად ხელმისაწვდომია. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ადიქციათა შორის კი ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმაა. ერთი შეხედვით ის ფიზიკურ ზიანს არ აყენებს ადამიანის ორგანიზმს, თუმცა დროთა განმავლობაში განსაკუთრებულად ზიანდება თამაშდამოკიდებულის ფსიქიკა და მის გარშემო სოციუმის ცხოვრების ხარისხი. ბევრი მათგანი თამაშობს ხვისი ანგარიშით ან უცხოური ონლაინ პლატფორმების დახმარებით. განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ახალგაზრდები და კვლევებით დადასტურებულია, რომ მოზარდების 31%-ს შეხება აზარტულ თამაშებთან ჰქონია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კი პლანეტის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 6%-მდე ლუდომანიით იტანჯება, ხოლო ონლაინ გემბლინგის მომხმარებლების რაოდენობა კი ყოველწლიურად მილიონობით იზრდება. დღეს ჩვენ სტუმართან ერთად შევეცდებით გავიგოთ თუ როგორ მოქმედებს აზარტული თამაშები ადამიანებზე და მის გარემოცვაზე, როგორ იქცევა თამაში დამოკიდებულებად და რატომ ვერ გვიცავს მხოლოდ აკრძალვა ლუდომანიისგან. თემაზე საუბარს დამოკიდებულების კონსულტანტთან გიორგი სიჭინავასთან ერთად გავაგრძელებთ. უკვე სტუდიაშია გიორგი ჩვენთან ერთად და მადლობა პირველ რიგში რომ შემოგვიერთით. თემა ძალიან კომპლექსურია და ვიცით რომ ხშირად რა თქმა უნდა ფსიქოლოგების როლი და ჩართულობა ლუდომანიასთან ბრძოლაში არის ხოლმე ძალიან დიდი. თუმცა თქვენ როგორც დამოკიდებულების კონსულტანტი იმ გამოცდილებით ათასობით ასეთ ადამიანთან შეხებით შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ იმ მთავარ საკითხებზე, რასაც ადამიანი ჯერ მიყავს ამ ნაბიჯის გადადგმამდე და შემდეგ მთელი ცხოვრება ებრძვის ლუდომანიას და უბრუნდება საწყის წერტილს, სტაბილურ ცხოვრებას, ხო? აი პირველი შეხება თქვენ პაციენტებთან როგორ იწყება? აღიარებით, ხო ალბათ, აი როგორია ეს აღიარების პროცესი? დიდი მადლობა, მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები მაყურებელს. პრობლემა მართლაც რაც არის დამოკიდებულება, უკვე გახდა ეპიდემია, ანუ ეპიდემიას გულისხმობ, იმიტომ რომ ყველა კონტინენტს მოედო. ამერიკამ მიიღო ფენტალინის ეპიდემია, ევროპამ კოკაინის, აფრიკამ ოპიოიდების, საქართველომ კი საშინელი ნარკოტიკის, რაც არის ალფა-პვპ და ასევე აზარტული თამაშები. თქვენ სწორად ახსენეთ 350-დან 400,000 მომხმარებლებამდე არის, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც შეუზღუდეს თამაში, ისინი უბრალოდ გადავიდნენ და დღეს მეზობლის აკაუნთით თამაშობენ, ან მეგობრის, ანუ რეალურად 350 არ არის, შეიძლება მილიონი ადამიანიც იყოს, უბრალოდ აკრძალვით აღარ მუშაობს, იმიტომ რომ მე შემიძლია თქვა თქვენ თუ რომელიმე აზარტული თამაშის მომხმარებელი ხართ, უბრალოდ ხოვოთ, რა იმ თქვენი აკაუნთი მათხოვეთ, თქვენ აკაუნტზე თანხას ჩავრიცხავ და ჩვეულებრივად მე ისე პროცესში რჩები, ანუ ის რომ რაღაცა პროცესი ამით შეიცვალა აკრძალვით, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, კონტროლით მე შემიძლია თქვა ბებიაც თუ მყავს სახლში, უბრალოდ ბებიას პირადობით დავრეგისტრირდები და ვითამაშებ, ანუ პრობლემა რეალურად ამით არ გვარდება, იმიტომ რომ ადამიანი არის დაავადებული, დამოკიდებული. გამოცდილება მას გვაჩვენა, რომ ციხეში გაშვებით ადამიანის ან რაღაც შეზღუდვებით ადამიანი გამოდის და ადამიანი ისევ ერთვება პროცესში, იმიტომ რომ ადამიანი ცუდად არის. რა არის ზოგადად დაავადება და დამოკიდებულება? ეს არის ტკივილზე, სტრესზე რეაქცია, ანუ ადამიანი გაურბის რაღაც თავის რეალობას და რამ გამოიწვია ზოგადად მასშტაბური რატო გახდა? ერთადერთი პასუხი არის ინტერნეტი. ინტერნეტი დღეს აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას დაიკმაყოფილონ თავისი ნებისმიერი ეგოისტური მოთხოვნილება, რაც არის მინდა. დღეს არის სოციალური ქსელები ყველას გვაქვს და მიდის ადამიანების შედარება ერთმანეთზე, შეფასება, იმ მყავს მეგობრები, რა კარგად ცხოვრობს, წარმატებულია, მანქანა ყავს, რესტორანში დადის თუ დუბაიში, არ აქვს მნიშვნელობა და ადამიანი აფასებს საკუთარ თავს, რომ მეც მინდა. ესე იგი მე საკმარისად კარგი არ ვარ, ესე იგი მე სუსტი ვარ. და ამ დროს ზუსტად შემოდის კაზინო მის ცხოვრებაში, ლამაზ-ლამაზი ჭკვიალა ფერებით, რომ აი დარეგისტრირდი და შენ გახდები მილიონერი. დღეს რავი ჩვენ ყველა შეგვიძლია ხა ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღოთ, საერთოდ აღარ გჭირდება კაზინოში წასვლა და უბრალოდ გავხდებით აი ამ რაღაც დიდი მარკეტინგის ან ტელეფონიდან შეიძლება ისარგებლო და ითამაშო და რა თქმა უნდა, იმიტომ გახდა დიახ მასშტაბური, რომ აი პირობითად ზესტაფონში რო ცხოვრობს ადამიანი ამ ფოთში და აქ ჯიბეში 20 ლარი, ის ადამიანი თბილისში კაზინოში ვეღარ ჩამოვიდოდა, იმიტომ რომ ელემენტარული გზის სახსრებზე არ ყოფოდა ის თანხა. ამიტომ მარკეტინგი როგორ არის მოფიქრებული, რომ თაში ცხოვრობ თუ ბარში, თუ გაქვს მინიმუმ 1 ლარი, შეგიძლია ითამაშო. და პლუს პროცესში რა ხდება? ზოგადად ნეირომეცნიერება დაამტკიცებს კოკაინი რა სტიმულაციასაც ახდენს თავის ტვინზე, ზუსტად იგივე ეიფორიას იძლევა თამაშით. შესაბამისად ადამიანი, როდესაც ამ სტრესულ გარემოშია, ხედავს რომ არ აქვს რაღაც სახსრები, ხედავს რომ მისი ახლობლები კარგად ცხოვრობენ, აქვს რაღაც შესაძლებლობები სტრესიდან გარბის.
და უბრალოდ ერთვება ამ პროცესში და იმ ხელა ეიფორიას ღებულობს, როდესაც ელემენტარული ბალანსი უმთავრდება, ისე ბრუნდება თავის რეალობაში. შესაბამისად, როდესაც თავის რეალობაში ბრუნდება, იწყებს მინიმალურად გაპროებას. მოდი კიდე 10 ლარს ჩავრიცხა, მე 10 ლარით არაფერი არ დამიშავდება. ანუ კონტროლის ილუზია ერთვება თავიდან. რაც სამწუხარო დროთა განმავლობაში ეს კონტროლის ილუზია მთავრდება იმ момენტში, როდესაც იწყებს ტყუილის თქმას. როდესაც სახლიდან ნივთები გადადიან მერე ტყუილის თმაზე, გამოგზავრებაზე, ადამიანებს აწუხებენ. აი პირობითად ექიმთან მჭირდება, უნდა წავიდე რაღაც ისეთ манипуляციებს ახდენენ, რომ თქვენზე ემოციურად იმოქმედოთ, ან რეალურად სათამაშოდ უნდა ფული. შემდეგ უკვე იკარგება სახლიდან ნივთები, შემდეგ უკვე ადამიანი კარგავს სამსახურს, ანუ დამოკიდებულება ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავის მნიშვნელოვან სასიცოცხლო დროს ატარებს უკვე თამაში. ნებისმიერი რამისადმი დამოკიდებულება, მოკლედ მერე საბოლოო ჯამში მოაქცევს ადამიანს ძალიან თუ მდგომარეობაში, ხო, და რა თქმა უნდა, დამოკიდებულებაზე ამ შემთხვევაში აღარ შველით ის რეგულაცია დაუშვათ და ის კანონი, რომელიც თქვათ ახლა შეიმუშავა, მაგრამ აღარ შველის გულისხმობ იმას, რომ აი თქვათ ჩემთან მოვადე ჩემი ტელეფონით ის სარგებლობს, ამიტომ გამოსავალს იპოვის. უფრო მეტად ხარ შეიძლება რაღაც გამკაცრებული იყო, თქვათ დაუშვათ, რომ ამ ადამიანებისთვის ეს ფსიქოლოგიური მომენტი აგვეცდინა თავიდან, იმიტომ რომ უკვე ყველაფერზე დამოკიდებულება ქმნის ამ ადამიანს. იცით როგორ იყო, აი შევარნაძეს დროს იყო, ჩვენი პრეზიდენტის დროს ეგეთი კანონი რომ არ იყო ეს კაზინოები, მაგრამ რა დაიწყო, ანუ ეგრეთ წოდებული მიწისქვეშა კაზინოები გაიხსნა, სადღაც ეგრეთ წოდებული ხელზემაზე ადამიანებს, ანუ ფული არ ქონდათ, შეგეძლო თქვათ რაღაც თანხა გაგეთამაშებინა, რომელიც პირობითად თვის ბოლოს უნდა ჩაგებარებინა ეგრეთ წოდებული, თუ ვერ აბარებდი შემდეგ უკვე კრიმინალური რაღაც სუბიექტები მოგაკეთებდნენ და რა თქმა უნდა, ასევე არსებობს არალიცენზირებული კაზინოები, რომელიც დარეგისტრებულია უკრაინაში, რუსეთში, პოლონეთში, მოკლედ პრობლემით ის რომ ადამიანს აუგრძალო, აუცილებლად იპოვის სხვა გზას, როგორც იყო დეზომორფინის ნარკომანია საქართველოს სააკაშვილის დროს, გვახსოვს რომ აიგრძალა ნარკოტიკები, მაგრამ ხალხმა დაიწყო კუსტარული ნარკოტიკების მოხმარება, რაც იყო ჯეფი, ვინტი, კრაკადი, ვოლტი და კროტი და რავთუბედურება. შემეცნება ადრეული ასაკიდან. იცით რა არის სახელმწიფოს, მედიის და ადიქტოლოგების გაერთიანება უნდა მოხდეს. დღეს სამწუხაროდ არანაირი დაფინანსება არ აქვს ადამიანს, ვისაც გამოჯამთელება უნდა. რა ვქნათ, სამწუხაროდ ეგეთი რეალობა არის, რომ ყველაფერი თანხებს მოითხოვს. და არის ადამიანები, ვისაც გაუმართლა უბრალოდ და შეუძლია დააფინანსოს თავის გამოჯამთლება, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც უნდა გამოჯამთლება, მაგრამ არ შეუძლია. აი ამერიკას აქვს მაგალითად სახელმწიფო პროგრამა, პირველი 28 დღე თუ ადამიანი ისურვებს გამოჯამთლებას, სადაზღვეო პოლისში უწერია თუ გაქვს სურვილი, პირველ 28 დღეს გიფინანსებს. ჩვენთან სამწუხაროდ არანაირი დახმარება არ არის ამ ეტაპზე, ამიტომ მეტი ჩართულობა ის უნდა იყოს სახელმწიფოსგან, თუნდაც იმ თანხით, რაც კაზინოში წააგო ადამიანმა, ასეულობით მილიონი ლარი მიდის ბიუჯეტში, რაღაც 1% მაინც რო გამოიყოს და პირობითად წელიწადში 10-15 ადამიანი რო დაფინანსდეს, ვისაც სურვილი აქვს რეალურად რო რაღაცები შეცვალოს. კი, აი რა სახის დაზიანებაზეა საუბარი, ხო? ეს ფიზიკურ, ვთქვათ, ანატომიურ ტრავმას არ აყენებს ადამიანის ორგანიზმს და ძირითადად მენტალურ-ფსიქიკურ ჯანმრთელობაში გამოიხატება. აი რა ეტაპებს გადის ასეთი ადამიანი და ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, გარდა იმისა, რომ თავის თავს ავნებს, მისი სოციუმის ცხოვრების ხარისხი იცვლება, ხო, ოჯახის წევრები, შვილები, თანამშრომლებიც მათ შორის და ხო, აი ეს ეტაპები რამდენად რთული გასავლელია სპეციალისტის გარეშე. იცით, აი შედარება ხდება ხშირად, რომ აი თამაში დამოკიდებულ ადამიანს მხოლოდ ფინანსური პრობლემები აქვს. კი, თუ შევადარებთ ნარკო-ალკო დამოკიდებულ ადამიანს, ფიზიკური დეგრადაცია ეგრე სწრაფად არ იწყება, მაგრამ შინაგანად იწყება ადამიანის გრევა, პირველი გულსის ძარცვა პრობლემები, კუჭნაზლავის პრობლემები, სექსუალური დისფუნქცია. კორტიზოლის მუდმივ სტრესში, როდესაც იმყოფება ადამიანი, სტრესის ჰორმონი კორტიზოლი ყოველთვის მომატებულია. შესაბამისად, აქვს ყველანაირი ვიტამინების ნაკლებობა, აქვს სერატონინის ნაკლებობა, საღამოს ვერ იძინებს, აქვს შფოთვითი აშლილობა. პრობლემები, ანუ თუ შევადარებთ, ბუკეტია მთელი ხო? რა თქმა უნდა და ყველაზე საშიში რაც არის, ბოლოს ეგრეთ წოდებული სტადია არის მძიმე დეპრესია, რაც არის უკვე სუიციდზე ფიქრები, ანუ ფაქტურად ადამიანი, ვინც ამ წრიდან ვერ გამოდის, ყველა ამთავრებს თვითმკვლელობით. და თუ გადავხედავთ დღეს ლას-ვეგასში და ატლანტიკ სიტიში, სადაც აი ეს გლობალურად არის კაზინოები, სასტუმროებმაც უკვე ისე დაიწყეს აშენება, რომ უკვე აივნებს აღარ უკეთებენ, იმიტომ რომ დარწმუნებულია მასთან მოსულმა ადამიანმა შეიძლება ავიდეს სასტუმროში და გადმოხდეს და უბრალოდ სუიციდი დაამთავროს თავი. ასევე
მეორე რაც არის სოციალური პრობლემები, ანუ ერთი ადამიანი ძალიან დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას იღებს ოჯახის წევრებს. ძალიან ბევრი ოჯახის წევრი დარჩა მაგალითად უსახლკაროდ. ის რომ რაღაც გაუაზრებელმა ქმედებამ, რაღაც აფექტის ნიადაგზე, იმიტომ რომ ადამიანი მხოლოდ ემოციებით ხელმძღვანელობს, მაშინ და დარწმუნებულია, რომ მე ხარ თქვა პირობითად ბინას ჩავდე ბანკში და წავალ კაზინოში და აუცილებლად მოვაგვარებ ამ პრობლემას. ის 1%-იც არ უშვებს იმას, რომ რაიმე პრობლემა შეექმნება. რატო ისევ და ისევ ბიოლოგიურად თავის twin-ი დაყოფილია სამ ნაწილად, ხო? ნეოკორტექსი წინა მხარე, რომელიც მუშაობს იმ დროს, რომ პასუხისმგებლობას იღებს ადამიანი, რისკების აღებას შეუძლია, უბრალოდ არ მუშაობს. ხოლო ლიმბური სისტემა მუშაობს, რაც ემოციებზე და სიამოვნებაზეა პასუხისმგებელი და იდის მდგომარეობაზე არის ადამიანი, რომ უნდა გადავრჩი. მე ეხლა უნდა ვიყო კარგად, ხვალ რაღაცას ვიზამ. და ეს არის ზუსტად მისი სოციალური ნგრევა, ფიზიკური ნგრევა, თუნდაც ისევ ახსენებ, რომ ბიოლოგიურად დეგრადაცია არ ეთყობა ადამიანს, მაგრამ ნენელა მაინც მიდის იმ მდგომარეობამდე, რომ უკვე ადამიანს ბიოლოგიურადაც ეთყობა ის, რომ ადამიანი კარგად ვერ გამოიყურება. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის მისი ემოციური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ადამიანი არის უმოტივაციო, ანუ ანჰედონია რა არის სიამოვნების უარყოფა, ის რაც ადამიანს ადრე სიამოვნებას ანიჭებდა. ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრები მოდიან და გვეუბნებიან, რომ ვერ ვცნობ ჩემს ოჯახის წევრებს. იმიტომ ვერ ვცნობთ, რომ ადამიანის თავის twin-მა ქცევა დაისწავლა ახალი პატერნი, რომ მე სიამოვნებას მაძლევს კაზინო. მე დღეს სიამოვნებას არ მაძლევს მეუღლესთან სექსი, ბავშვთან გასეირნება, ჩემი საყვარელის საქმე. უბრალოდ იმიტომ კი რომ ადამიანი ცუდია, უბრალოდ თავის twin-მან, მისმა ნეირონულმა ქსელმა დაისწავლა ახალი პატერნი, რომ აი ეს არის შენთვის სიამოვნება და დღეს ეს უნდა გავაკეთო. მაგრამ არავის არ ვაშინებ, რომ ამის შეცვლა შესაძლებელია. უბრალოდ სამწუხაროდ შეუძლებელია იმ წრიდან გამოსვლა ის პრობლემა, რაც თავს თვითონ შეუქმნა ადამიანმა, თვითონვე ვეღარ მოაგვარებს ამ პრობლემას. ხო, ცხადია, ხა იმიტომ რომ თავის პრობლემას, რომელიც თვითონვე შეიქმნა, ამის ცოტა გამოსწორება ცოტა რთული იქნება, მაგრამ რამდენად რაღაც გამოსავალი ხო უნდა არსებობდეს, მაგრამ რახან ეს გლობალურია, მთელ მსოფლიოში ესე მოდებულია და ესეთი დამოკიდებულებები არსებობენ ადამიანები. ამ შემთხვევაში მეორე გზა შეიძლება იყოს ის, რომ თვითონ თუ სურვილი აქვს მას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთვენ ამ შემთხვევაში, რასაც იცით როგორ არის, მაგრამ თავიდან სურვილი არ აქვს ადამიანს, სანამ სეპარაცია არ მოხდება, ოჯახის წევრები ცდილობენ გადარჩენას, აი მე მოგიგვარებ ვალებს გადაგიხდი, აი ლომბარდი თუ გაქვს მე გადაგცესებს გადაგიხდი და შენ არ ითამაშ. პირიქით დამღუპელია მისთვის, წარმოიდგინეთ ადამიანს ახალ შესაძლებლობებს აძლევ. ადამიანი იმიტომ ვერ თამაშობს, რომ ფული არ აქვს და შენ თუ მოუგვარებ ფინანსურ პრობლემას, ის რა თქმა უნდა არ გააგრძელებს და ისევ. ამიტომ სეპარაცია რა არის? მივცეთ ადამიანს უფლება, პასუხისმგებლობა აიღოს, თუ მოგწონს შენ ამ თამაში ყოფნა. მაშინ ანუ ჩვენგან უნდა დისტანცირდე არსებობს ხო რაღაც საზღვრები თუ ჩვენ ერთ ოჯახში ვცხოვრობ ხო ცხადია ჩემ ნივთებს ვერ შეეხები ჩემ სახლში ეს თამაში არ იქნება გინდა მაშინ წადი ცალკე იცხოვრე და ეს ოჯახის წევრების ხშირ შემთხვევაში გადარჩენის ინსტინქტი ერთხელ თანადამოკიდებულები რატო ხდებიან ოჯახის წევრები დედები მეუღლეები რომ ცდილობენ გადაარჩინონ სამწუხაროდ ჩვენ ვერავის ვერ გადავარჩენ და ერთადერთი რაც შეგვიძლია დავეხმარო და დახმარება მხოლოდ ის არის რომ ადამიანს უთხრა მე ერთადერთ შემთხვევაში დაგეხმარები თუნდაც ფინანსურათაც დაგეხმარო გამოჯანმრთელებაში ის რომ ვალებს გადაუხდით უბრალოდ არ მუშაობს უბრალოდ ბევრმა ადამიანმა ცადა მაგრამ ეს არის რომ აი მცენარე წყალს უსხამ ახალ წყალს უსხამ და ერთ დღეს გახმება ან ერთ ხვიას აძლევს საკუთარი ხელით თუნდაც რომ შესაძლოა საერთოდ თვითონაც ვერ გზნობენ თავს დაავადებულად და არც მიიჩნევენ რომ თავიანთი კი მაგრამ რაღაც ფსკერი უნდა ნახოს ადამიანმა რატო არის სეპარაცია და განიცადოს ის ვარდნა რომელს დადგომა გაეცეს მიწაზე ის ტკივილი უნდა იგზნოს თუ მე ყოველ პრობლემის დროს დისკომფორტს არ მეშინად მე ვიცი ისე რაც მშობლები მეუღლე ძმა მომიგვარებს შესაბამისად განცდათ არ მაქვს დამნაშავების განცდა არ აუშავს ხვალ მოვიგებ და დაუბრუნებ თანხას მაგრამ თუ მე მიმიშობს ოჯახის წევრები იცი რა ჩემს პრობლემის წინაშე აღმოჩნდები მე უკვე დახმარებას ვითხოვ იცი რა მართალი ხარ პრობლემას დამეხმარე და ამ დროს ოჯახის წევრები ერთვებიან დაგეხმარები, ოღონდ გამოჯანმრთელებაში. წარმატებულ кейსებზეც გვინდა დღეს ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანია შეიძლება ჩვენს მაყურებელს შორისაც არის ასეთი ადამიანი, რომელიც ჯერ სიამოვნების ეტაპზეა თუნდაც და ეს პროცესიც როგორ ღრმავდება საინტერესოა თავიდან განცდა გაქვს რომ ეს დროებითია და მხოლოდ ერთჯერადი ფორმა აქვს, მაგრამ ის ადამიანები, რა თქმა უნდა, იდენტიფიკაციის გარეშე, რომლებიც თქვენთან გადიან ამ კურსს და ვიცი რომ ბევრი წარმატებული შემთხვევაც არსებობს. რეალურად ამის რწმენა
ფენომენაც, რომ შესაძლებელია ყველაფერს თავი დააღწიო, რეალურია, ხო და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალთან კონდეს ამ დროს ადამიანს ამ ხრივ ურთიერთობა. კი ბატონო, აი ეტაპებიც რო დავიწყოთ, პირველი რა თქმა უნდა არის სურვილი, ანუ სურვილის გარეშე შეუძლებელია ძალდატანები, გამოჯანმრთელება, არაფერი არ არსებობს ძალდატანებით, ადამიანი მაინც დაუბრუნდება. თუ შინაგანი мотиваცია არ აქვს, რომ მე რაღაც შევცვალ, ჩემი პრობლემა არის, უბრალოდ არ მუშაობს. თუ თქვენი ხათრით გავაკეთებ, არის ხანდახან მანქანას გიყიდი და გამოჯამთელდი, აი რაღაცას მოგიგვარებ და ნუ ადამიანის мотиваცია აქვს იმ მომენტში, ხო, წავალ ხო რეაბილიტაციაში ერთი თვე ვიცი გამოვალ და რაღაც Land Cruisers მიყიდიან ახალს და ეგეთი мотиваციები არ მოშა შინაგანად უნდა იგზნოს ადამიანური ჩემი ცხოვრება დაინგრა მე დავკარგე თავი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის დამოკიდებულ ადამიანს სიკვდილზე მეტად სიცოცხლის ეშინია ისე ტკივნეულ რაღაცებს გადის, ამიტომ მათთვის ეს სიკვდილი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ თუნდაც ოვერდოზი შეიძლება დაემართოს ადამიანს და 15 წუთში ისე მოიხმაროს ნარკოტიკი. მისთვის ყველაზე ტკივნეული შინაგანი. კი ბატონო, ამიტომ ჩვენ შედეგებზე არ ვკურნალო, შედეგი მან ისედაც იცის, რომ პრობლემა აქვს. თავარია ის გზა, ანუ რატომ მიდის ადამიანი, რისი ჯერა, რა უბიძგებს, რა ტკივილი აქვს, თვითშეფასება, რამდენად დაბლა აქვს, რომ ყველა ადამიანს რაღაც იმპულსური აზრი აქვს, რომ მე ცუდი ვარ, მე საკმარისად კარგია, რომ რაღაც ტრამვები აწუხებს ადამიანს, რაც ისე უბიძგებს, რომ წავიდეს და მოიხმაროს. უბრალოდ გაექცეს რეალობას, რატო ეძახიან წამალს ბჭყალებში, იმიტომ რომ ტკივილგამაყუჩებელია მისთვის. მას ერთადერთი რისთვისაც ჭირდება ეს, რომ გაექცეს თავის რეალობას. რაც შეეხება кейსებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ვამაყობ ჩვენი კომპანიის შედეგით, რომ ერთადერთი ადამიანია, ვინც ჩავარდა ჩვენთან 2 წლის და 4 თვის განმავლობაში ნარკოდამოკიდებული ადამიანი, დანარჩენი ვინც რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის სრული კურსი გაიარეს, დღეს ყველა პროდუქტიული ადამიანია. ჩავარდა გულისხმობთ, რომ კვლავ დაუბრუნდა მოხმარებას. დიახ, ნუ სამწუხაროდ შეუძლებელია 100%-იან შედეგებს ვერ დადებ, რაღაც პასუხისმგებლობებია ყველა ადამიანს, ნუ ხდება ცხოვრებაში ყველა დაავადებას, როგორც სიმსივნე ავიღო, დიაბეტი ავიღო, ამ დაავადებასაც აქვს რეციდივი. რაც შეეხება წარმატებულ кейსებს, წარმატებულს გულისხმობ ის, რომ ადამიანები გახდნენ ისე პროდუქტეულები, ადამიანები ისე დაიბრუნეს თავისი ოჯახის წევრები, ადამიანები ისე დაიბრუნეს თავისი სამსახური, ზოგმა ისე თავიდან ჩააბარა უნივერსიტეტში, მოკლედ ადამიანები გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. ერთ-ერთს იმას ვითხოვ, რომ ნუ შევაფასებთ ადამიანებს, ანუ აი ეს თუ დამოკიდებულია თითქოს კეთროვანებით გარიყავენ, რომ აი ეს საშიშია. არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ცუდი ადამიანი და უკვე შიშია, ადამიანი მალავს, შეიძლება თქვენთან იჯდეს და არ თქვას, რომ დამოკიდებულია, იმიტომ რომ ეშინია, რომ აი მე თუ ამათთან ვიტყვი, რომ დამოკიდებულია, ესენი მე უარყოფენ სამსახურს, არ დამაწყებინე. დიახ და როდესაც შესაძლებლობები არ აქვს, ადამიანი ისევ დეპრესიაში მიდის, ისევ იზოლაციაში მიდის და ისევ რა უნდა ქნავს, ანუ სტრესთან, ვერ უსტრესს ვერ უმკლავდება და ისევ მოხმარებაში მიდის. რა შეიძლება გააკეთოს მენეჯერმა თუ ხდება, რომ მისი გუნდის ერთი წევრი თამაშობს. იტყუება, არ დადის სამსახურში, აცდენს, იგვიანებს, რაღაც ერთი და იგივე მიზეზებიც მოყავს ზოგს, ხო? ზოგმა შეიძლება სრულიად სხვადასხვა მიზეზი მოიტანოს, თქვათ, ავადარი სიცხე აქვს, ჯანმრთელობის ცნობა ვერ მოაქვს. არის ასეთი შემთხვევები, სხვადასხვა გუნდში და აი პირველ რიგში რას ეტყოდით მენეჯერებსაც, აი ოჯახის წევრებზე ხო ისაუბრეთ, ხო? აი როგორ უნდა მართონ ეს სიტუაცია, რა აჯობებს, რა მუშაობს უკეთ? პირველ რიგში არის ყოველთვის ადამიანს შევთამაზოთ დახმარება, რამეში ხო არ გჭირდება ჩემი დახმარება, ის რომ ადამიანს დავემუქროთ, ყოველთვის ადამიანი იქნება თავდაცვაში, ყოველთვის საერთოდ ადამიანი რატო იტყუება ერთი მოტივით, რომ ეშინია. თუ მე რაღაცის არ მეშინია, მე აღარ ვიტყვი, ტყუილი საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც მეშინია რაღაცის დაკარგვის, კონტროლის დაკარგვის, სტატუსის დაკარგვის, სამსახურის დაკარგვის. მაგრამ მე თუ თავაზობ ადამიანს დახმარებას რამდენჯერმე და ადამიანი თუ ჩემს დახმარებას აღარ ღებულობს, მაშინ ჩემი პირადი საზღვრებიც არის, მაშინ ჩემი პირადი საქმეც არის და უბრალოდ იმაში ფსკერზე არ გამოვყვები, ხო, ანუ ისევ სეპარაცია თუნდაც. იცით რატო გეკითხები? გულწრფელი საუბარია საჭირო ასეთ დროს, უნდა გაიხსნას ის თანამშრომელი და უფროს აუხსნას, რატომ აქვს ეს პრობლემა მუდმივად რომ იტყუება. ანუ იცი რა, ამას ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას გეუბნებით მე თქვენ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან სწორი რამ თქვით, როდესაც აუხსენით თქვათ ოჯახებს, ვინც გვისმენს დღეს TV პირველზე, რომ ხელშეწყობა, ისე იგი ასეთი დამოკიდებულების შემთხვევაში სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება. ხა ჩვენ ვიცით, მაგალითად მშობლები, ხო? თქვათ ან დედმამიშვილები, რომლებიც ამბობენ, რომ ნუ ჩემი ჯვარია. ჩემი სატარებელია ეს ვალები, ჩემი გადასახდელი, აბა ვინ გადაუხდის?
თქვენ მათ მიმართეთ დღეს ჩვენი ეთერიდან და უთხარით რომ ეს არის დათული სამსახური და რეზულტატზე ვერ გავა. არ მუშაობს, არ მუშაობს. მენეჯერებს რას ეთყოდით? იგივეს ვეთყოდი ზუსტად მენეჯერებს, რასაც ოჯახის წევრებს. ანუ ერთადერთი რაც შეგიძლიათ ამ მომენტში შეთავაზოთ, უბრალოდ დახმარება. არა ისე რომ დეტალურად უბრალოდ გძნობ რომ რაღაც შეიცვალე. გძნობ რომ რაღაცა ემოციურად სუდად ხარ. მე არ ვიცი ნარკოტიკს მოიხმარ, ოჯახური პრობლემები გაქვს. შეგიძლიათ ჩემთან ნებისმიერ თემაზე ისაუბრო. მე უბრალოდ ზად ვარ მოგისმინო შეფასების გარეშე, რაღაც შედარების გარეშე და თუ კი რამეთი შემიძლია დაგეხმარო, დაგეხმარებ. მაგრამ არის მომენტები რომ შეიძლება უბრალოდ ადამიანმა გითხრას რომ არა. ნუ ამ შემთხვევაში უკვე არის თქვენი პირადი საზღვრები, თქვენი რისკი, რაღაც თქვენი კომპანიის იქნება, რაღაც თქვენი პასუხისმგებლობები გაქვთ. თუ უბრალოდ ადამიანი ამ მომენტში გეუბნებათ რაღაცაზე უარს, უკვე მისი პასუხისმგებლობა არის ყველაფერი. მაგრამ თუ არ გაიხსნა, თუ არ აღიარა რა პრობლემა. მაგრამ ყოველთვის შეგიძლია ადამიანს უყურე, უბრალოდ არ მომწახარ, ხო დიდი ხანია გიცნობ, რაღაც შეიცვალე ემოციურად, ფიზიკურად, რაღაც სულ რაღაცებზე ფიქრობ, სულ მოწყენილი ხარ, ან რაღაც გაბრაზებული ხარ. ხო არ შემიძლია რამეთი დაგეხმარო. შემიძლია ნებისმიერ თქვენი რაღაც პრობლემები მოვისმინო, მაგრამ თუ ადამიანმა უბრალოდ არ აკითხრათ და უფრო თქვენ ტონი გაუმკაცრეთ ან დაემუქრეთ, ის უფრო ჩაიკეტება და უფრო შიში იმოქმედეს მასზე და შესაბამისად ხო, მაგრამ ამასობაში შეიძლება საქმეც გაფუჭდეს და მენეჯერი იძულებული ხდება, წესები რაც აქვს კომპანიას, ხო. შეიძლება ამ კუთხით კიდე უფრო დაეხმარო თქვენ ადამიანს ის, რომ რაღაცა დაკარგოს, უფრო მისთვის შოკი იქნება, რომ რაღაც ცვლილებები დაიწყოს, იმიტომ რომ ხო ხედავს, რომ უკვე ტყუილები არ მუშაობს, უკვე ადამიანებსაც ვეღარ ატყუებს, უკვე სამსახური დაკარგა, ოჯახში პრობლემები დაკარგა, აი ეგ არის ფსკერი განსხვავებულია ყველა ადამიანს. ზოგი მეუღლეს გაშორდება და მისთვის ფსკერია. ზოგი ბანკროტზე წავა, მისი ბიზნესი ფსკერია. ყველა ფსკერი არის ინდივიდუალური, რა თქმა უნდა, ზოგმა მეგობრები დაკარგა, ისეთი, ვინც ბავშვები დაყავდა, ყველა საყო მისთვის ფსკერია. ეს ხო კიდე დამატებითი სტრესია რეალურად. თუ არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა ფსკერის მოსინჯვის გარეშე რეალურად ამ პროცესშივე იგრძნოს, რომ რაღაც მის ცხოვრებაში არ არის სწორად და ვინ უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც თქვათ ფსკერამდე არ დააცდიან. ხო არ არის აუცილებელი ალბათ, რომ ასეთი სიმძაფრის ტრავმა განიცადოს იმისთვის, რომ мотиваცია ქონდეს ახლიდან დაიწყოს მე. იცით, ხშირ შემთხვევაში ფსკერი ჭირდება. ფსკერის გარეშე გამოჯამთელება შეუძლებელი. მე რაღაც უნდა მეტკინოს, რომ მე დავიწყო მისი შესწავლა. მე თუ არ მტკივა, რატო უნდა დავიწყო? მე თუ სახში ყველაფერი მოგვარებული მაქვს, ნარკოტიკის ფული მაქვს, სათამაშო ფული მაქვს, ყველა ჩემს მაგერად საქმეს აკეთებს, ანუ რა უნდა შევცვალო? ცული იმ დროს, როდესაც თქვენ კარგავთ, ცული როდესაც ჩემ საკუთარ თავს კარგავ, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი რასაც დობას და პატივისცემას კარგავს, ანუ ადამიანი სოციალური ცხოველია, ოდითგანვე სულ ტომებში ცხოვრობდა და როდესაც ადამიანს ტომიდან რიყავდნენ, ის ადამიანი იღუპებოდა. დღესაც ეგრე მუშაობს, როდესაც ადამიანი მარტო რჩება იზოლაციაში, რა არის დეპრესია, ხო ეს მარტოობის განცდა და ეს ყველაზე მტკივნეული თემა არის, როდესაც ადამიანი მარტო არის. აი იმ დროს იწყება ზუსტად შინაგანის სიკვდილი და იმ დროს ხედავს უკვე ადამიანი არჩევანი გავაკეთო თუ არა, ან ზოგი არ აკეთებს არჩევანს და თავს იკლავს ან ნარკოტიკით, ან თვითმკვლელობით, ზოგი ცდილობს რომ უბრალოდ გამოვიდეს გომარი, იმიტომ რომ მიხვდა რომ ყველაფერი დაკარგა ადამიანს. მოზარდებში რომელი თამაშებია უფრო პოპულარული? აი თქვენი პრაქტიკა რასავლენს? ისე კარგია ეს კითხვას რომ დამისვით, მოზარდებს აუცილებლად თუ ეთყვი, დღეს ძალიან საშიშია პორნო საიტები. პორნო საიტები თინეიჯერებს განსაკუთრებით ვეთქვი, რომ არაფრით არ უყურონ, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია, მათი არჩევანია. დღეს პორნო საიტები საერთოდ ცვლის ადამიანის ფსიქიკას. იქ დადგმული სცენარები, სიუჟეტები ცდილობს ადამიანი გადაიტანოს რეალურ ცხოვრებაში, რაც არ გამოვას ფიზიკურად ვერ გააკეთებ იგივეს, რაც იქ შესაბამისად უკვე იწყება სექსუალური პრობლემები. სექსუალური პრობლემები იწვევს სირცხვილის განცდას. სირცხვილის განცდა იწვევს ისევ ტრამვას და ტრამვა იწვევს ისევ ან სასმელი დავლიო, ან ნარკოტიკი მოვიხმარო, ისევ გავიქცეს რეალობას. რა თქმა უნდა და ძალიან ისეთი რთული სამუშაოა ამ პროცესზე, რომ ფსიქიკა აღდგეს და ისევ დაიწყოს რაღაც რეალური რაღაცებთან შედარება, იმიტომ რომ twins დამახსოვრებული აქვს, რასაც პორნოში უყურებს. ამიტომ ძალიან საშიში თემა არის ეს პორნო, რაც ქცევითი დამოკიდებულებაზე გვაქვს დღეს ჩვენ. თამაშებს რო თავი დავანებოთ. დიახ. და მეორე რაც არის ეს არააზარტული თამაშები, კომპიუტერულ თამაშებს ვიძახი, რაც ძალიან ჩართულია ახალგაზრდები და პირველი მტერი რაც არის мотиваციას უკლავს ყველას, ანუ არ უნდათ სწავლა,
არ უნდათ არაფრის კეთება, არ უნდათ საჭმლის ჭამა, არ უნდათ ეზოში შეირნობა, მხოლოდ კომპიუტერი. რა თქმა უნდა, ვერ შევზღუდავ ჩვენ ბავშვებს, ვერ ვეტყვით, რომ საერთოდ არ უნდა ითამაშოთ, მაგრამ აქაც შეზღუდვები არის ისევ მშობლებმა რომ დაუწესონ მოტივაციის ხარჯზე, ოღონდ. აი თუ მაგალითად იმეცადინებ, ვთქვათ 45 წუთი ან 1 საათი შეგიძლია ითამაშო. ტვინის ფსიქიკას როგორ მუშაობს, ანუ მასაც უკვე ინტერესიც უჩნდება სწავლის, ეხლა მე თუ 2 საათი პირობითად ვიმუშავებ, 1 საათი შემიძლია კომპიუტერულ თამაშები ვითამაშო. როგორც დროის მენეჯმენტში არის პომოდოროს პრინციპი, ეგრე არის 9 საათი მუშაობ, 5 წუთი ისვენებ, ანუ 1 საათი მუშაობ, 20 წუთი ისვენებ. ტვინსაც ანუ მოტივირებული ხარ რაღაცის კეთებაში. ამიტომ დღეს თინეიჯერებში რაც ყველაზე დიდი პრობლემა არის ეს კომპიუტერულ თამაშები და პორნოგრაფია. რაც ისევ აი ამ საშინელ დამოკიდებულებებში აუცილებლად გადაიყვანს თუ რაღაც ამაზეც არ იქნა რაღაც წლების წინ სანამ ინტერნეტში ამ თავშესაქცევს იპოვიდნენ მოზარდები, კვლევები აჩვენებდა, სხვათა შორის ჩვენს გადაცემაშიც გქონდა 6-7 წლის წინ ეს თემა, რომ ვთქვათ კარტი, ბანკოთი, რაღაც კამათლებით ხელში აღჭურვილს ხედავდნენ სკოლაში და ვთქვათ სკოლის მიღმა, ეხლა სკოლის კედლებში თუ არა, ეზოში ან მიღმა, ქონდა ასეთი ტიპის თამაშებს ადგილი. ახლა მთლიანად ინტერნეტში იპოვეს ეს სივრცე, მათვისაც თამაში აინტერესებთ? რა თქმა უნდა, ყველა ახალგაზრდამ უკვე ინტერნეტში იპოვა სივრცე, ანუ ეს იქნება TikTok-ი, მილიონი რაღაც ეგრეთ წოდებული გასართობის საშუალება, იცი რა სივრცე კი არ იპოვეს არაჯანსაღი სწრაფი დოფამინს იძლევა, ეს არაჯანსაღი ქცევები, ინტერნეტი, ფასტ-ფუდი, პორნო, ნარკოტიკი, ანუ ეს შემქმნელები ამ ყველა პროდუქტის ძალიან კარგად იცნობენ დამოკიდებულ ადამიანს. ყველა როდესაც პროდუქტს ხნის, უნდა შექმნას ესეთ პროდუქტი, რაც ჩვენში გამოიწვევს ეიფორიას. ეხლა მე რო წავიდე ვარჯიშზე 1 საათი რო ვივარჯიშო, ვარჯიშის მერე მე იმ დოფამინს მივიღე და კარგად ვიქნები, მაგრამ ჩემ twins ეს ამის გავლა ეზარება, მას ურჩევნია კოკაინი გაიყნოსოს და 5 წუთში მიიღოს ის მთელი ეიფორია, მაგრამ კოკაინი რას ეძლევა? მოკლევადიან სიამოვნებას გრძელვადიანი ტანჯვით. რაც ჯანსაღს თუ შევადარებთ, ანუ ჯანსაღი არის ყოველთვის რაღაც გზის გავლა გიწევს და შემდეგ იღებს სიამოვნებას. სამსახურიც არის ჩვენ ყველას ვინც მუშაობთ, ჩვენი დოფამინი როგორ მუშაობს. თვის ბოლოს პრიზი იცი ჩვენ მათვინო. პრიზი რა არის? ხელფასი, ხო? მე მთელი თვე პროდუქტიული ვარ შრომობ და შემდეგ დაჯილდოების სისტემა არის, თუნდაც თქვენს ინტერნეტ ბანკს რო გახსნით, მოვიდა ხელფასი, ეგ კმაყოფილებას გაძლევ. მაგრამ თამაში დამოკიდებულების შემთხვევაში რა არის, როგორ ატყუებს, არ ჭირდება სამსახური, აი ხელფასის რადგან მოიმუშავებ, უბრალოდ ჩემთან 10 ლარი ჩარიცხე და 5 წუთში მოგცემ იმ ხელფასს, რასაც ადამიანები ერთი აი არის პლანები ძილთად რომელი ასაკიდან იწყებენ, რადგან ვსაუბრობთ, რომ სმარტფონში ძალიან მარტივია ამ ყველაფრის მოხერხება, აი რომელი ასაკია მშობელი რომ ყურადღებით უნდა იყოს. შეიძლება სრულად არ ქონდეს ესეთი ბექგრაუნდი, თქვა და რაღაცა ტრავმები იგივე რომლის თავშესაფარსაც იპოვის მოზარდი ამაში, მაგრამ მაინც იყოს ინტერესიდან გამომდინარე ეს სამომავლობა იწყება იმ მშობელი, რასაც უშვებს შეცდომის უკვე 2-3 წლის ბავშვი, რომ აი ბავშვმა უგონს არ იტიროს და დააკავებენ ტელეფონს. ანუ მე არ მინდა პასუხისგებლობა ავიღო, მე კომფორტის ზონაში მინდა ვიყო, თქვა თქვენთან ვიჭორავ, ყავა დავლიო, ბავშვი კომპიუტერს ჩაურთავ, ტელეფონს. ხელი არ შემიშავა. მე ვუბიძგებ, რა თქმა უნდა, რომ უკვე დამოკიდებული გახდეს და ბავშვად სიამოვნებს საერთოდ არის, მაგრამ ლამაზი ფერებია, მუსიკა, ხო, დროთა განმავლობაში ეს პატერნი twinში ყალიბდება და ბავშვი გამოგლიჯავ ტელეფონს და რეალობას უყურებს, ანუ არ იცი სიამოვნება რითი მიიღოს, იმიტომ რომ მისმა twinმა უკვე პატარობიდან დაისწავლა, რომ აი ეს ტელეფონი არის ის სიამოვნება, რასაც მე კარგად მაგზნობინებს თავს. შემდეგ ეს სიამოვნება გადადის პორნოში, პორნო გადადის კაზინოში, კაზინოში გადადის უკვე წამალდამოკიდებულებაში, რატო იცი ჩვენი twin-ი ყოველთვის მეც სიტყვებს, ანუ ადაპტირდება, ტოლერანტული ხდება კონკრეტულ რაღაც სიტუაციებთან და რატო ხდება დოზის გაზრდა, ხო, იგივე თამაშის შემთხვევაში, იგივე ნარკოტიკის შემთხვევაში, რომ მეტი ჭირდება ჩვენს. რა თქმა უნდა და უკვე ეს სიამოვნებას აღარ ანიჭდება და იწვება ჩანაცვლება რაღაცეები. თუმცა მე ვიცნობ მშობლები, ხანდახან ძალიან ბევრს აშავებენ კიდე მშობლები, ისეთი მშობლები, რომლებიც შვილებიც უკვე თამაშ დამოკიდებულებები არიან და ისინი უკვე დასრულები არიან. და პირველად როცა რაღაცა მოიტანა მოგებული თანხის, მას ძალიან გაუხარდა და შეაქო. და ბედნიერება ანახა, რომ აი როგორ გაბედნიერდა, მაგრამ მე მოხდა ისეთი რამ, რომ მისმა შვილმა სახლი საცხოვრებელი გაყიდა და ბოლომდე წააგო. და მე მივხვდა, რომ აი მე ხა ძალიან და
ამ დროს ძალიან აშავებენ მშობლები, როცა პირველსავე დღეს, როცა მისმა შვილმა 5 ლარით მეტი მოუტანა, აი აქ შეაქო. იცით პირველი როგორ არის ჩვენ სამწუხაროდ ვერ შევძლებთ ჩვენი შვილების კონტროლს. ანუ ბავშვი სკოლაში მიდის, ანუ რაღაც მოხდება ცხოვრებაში, რაც მოხდება. თავარი რა არის, თუ მე ბავშვს დავსჯი, აი მომენტში თუნდაც 50 ლარი რომ მოიგო და მე თუ მას ჩხუბი დავუწყო, პირველი რასაც იზამს, ესე იგი ამათთან დობა არ შეიძლება, მე აწ დავმალო, მე ამათ მოვატყუებ, იმიტომ რომ ეშენია თუ მოვიდა, იმ დროს ისევ და ისევ უნდა დაждდე და ერთადერთი რაც შეგეძლია უთხრა ის რომ ეხა ძალიან ნერვიულობ, ანუ ეს რო ანუ უფრო აგზნობინო, თქვენ რას გზნობთ? თქვენ რო განიცდით, თქვენ რო ნერვიულობთ, თქვენ რო გეშინიათ, რაღაც არ დაემართო მას. თქვენ რო დაიწყეთ მის შეფასებას, რაც სუდია, რაღაც საშინელი დაემართება, უბრალოდ თქვენს მიმართ აღარანაირდობა აღარ ექნება და სამწუხაროდ შემდეგ ავტორიტეტებს პოულობენ ქუჩაში, ავტორიტეტებს პოულობენ სხვა ადამიანებს და უბრალოდ პატივისცემა უქრებათ საკუთარი ოჯახის. იმიტომ რომ ოჯახის ტებას ძალიან საშიში ადგილი მათთვის. თქვენს თქვენი პრაქტიკიდან რა ირკვევა? აი, სად იღებენ მოზარდები პრევენციისთვის ინფორმაციას, რომელზეც მედიაში ხშირად საუბრობთ. ეხლა გასაგებია, რომ რაღაცა ვთქვათ, ესმით სხვა ტელეგადაცემებიდან, სხვა YouTube გადაცემებიდანაც მე მინახავს ამ თემაზე, როცა მსჯელობენ, მაგრამ აი, სად ეწოდებათ ყველაზე ხშირად? რა არის საფრთხილო ამ თემებში? სამწუხარო რეალობა ის არის, რომ არც სკოლას მომართვიანობაც არ აქვს ჩვენთან, რომ იცი რა, აი კვირაში ერთი დღე შეგიძლიათ ვინმე მოხვიდე და აი კონკრეტულად ვისაუბროთ ნარკოტიკზე, თამაში, არ არის. ყველაფერზე, ხო? ხო, ანუ რო რაღაც ინტერესი გაჩნდეს, როგორც აი რელიგიაზე არის, ხო, მაგალითად კვირაში ერთხელ რელიგიაზე უხსნიან რაღაც ბავშვებს, მე თვლი და დარწმუნებული ვარ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ახლა არის ამ 21 ინტერნეტის სამყაროში, რომ ბავშვებმა იცოდნენ ზოგადად რასთან აქვს საქმე. ბავშვები ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულ ინფორმაციას იღებენ ქუჩიდან. აი უბნიდან, იქ ბიძა ეტყვის, იცი რა, წამალი არ გაიკეთო, პლანი არ აუშავს, პლანი ბალახია. აი სასმელი შეგიძლია დალიო. ან ეუბნებიან, რომ გაიზრდები, მაშინ დალიე და ბავშვი რას იგებს, იცი, ანუ სასმელი კი არ არის ცუდი, უნდა გავიზარდო. და ელოდება 17 წლის როდის გახდება, რომ დიდი ყანწი დაიკავოს ხელში. და რაც ანუ ოფიციალურად ვუბიძგებთ ადამიანს რომ გახდეს ალკოჰოლიკი. იგივე არის მარიხუანაზე, ხო, ანუ ეუბნები ადამიანს, ჰეროინი არ მოიხმარო და მოსაწევი რამდენიც გინდათ მოწიე. და მოსაწევი არის ყველაზე საშინელი ნარკოტიკი დღეს, რაც მიწიდან ალბათ იზრდება. იმიტომ რომ სექსუალური დისფუნქცია, უშვილობა, დემოტივაცია საერთოდ დაბოლილ ადამიანს არაფერი არ აინტერესებს სამყაროში. საერთოდ რამის ინტერესი უბრალოდ მთავარია კონდეს საჭმელი და მთავარია კონდეს მოსაწევი. ყველაზე მეტად ფსიქიკას თუ ურტყამს დღეს ადამიანის ფსიქიკას, ეს არის მოსაწევი. ასევე შიზოფრენია. შიზოფრენია როგორი დაავადება ზოგადად შეიძლება ადამიანში იყოს და ისე დაამთავროს სიცოცხლე, რომ ამან არ გაიღვიძოს, მაგრამ ერთი ნაპასის შემდეგ შეიძლება გაიღვიძოს ამ მდგომარეობამ, რაც სამუდამოდ შეიძლება ფსიქიატრიული პაციენტი გახდეს. ამიტომ ერთ რასაც ვიტყვით, მადლიერი ვარ თქვენი და აი თქვენი ჩართულობა არის მნიშვნელოვანი ამ მომენტში, რომ რაღაც ხანდახან ვეცადოთ, თუნდაც ის რაღაც მინიმალური ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ შესაძლებლობა დღეს არ გვაქვს, რომ ბავშვებს რაიმე პირადად სკოლაში შევხვდეთ, ან ესე დეტალურად გავისაუბროთ. რაც ყველაზე მთავარია სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ალბათ უფრო მეტი ჩართულობა, იგივე ის შემზღუდავი კანონი, რომელზეც ვისაუბრეთ, ფაქტია, რომ არ აღმოჩნდა ესეთი პროდუქტიული, როგორც უნდა ყოფილიყო და ეს გამოწვევა არის დღეს მსოფლიო გამოწვევა და არ აწუხებს მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, თუმცა ისეთ მოწყვლად საზოგადოებას, იგივე ფინანსური კუთხით, თუნდაც ან პოლიტიკური არასტაბილურობით, როგორც დღეს ჩვენ ქვეყანაშია, უფრო კიდევ აწვება ტვირთად და ადამიანების ცხოვრების ხარისხი კიდევ უფრო რთულდება, ხო, როცა არ არის სხვადასხვა საშუალებები თავი შეაქციო სხვა მხრივ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს იყავით ჩვენი სტუმარი და საინტერესოა თქვენი შეხვედრები, ვიცი რომ ღია შეხვედრებს ხშირად ატარებთ თქვენს ორგანიზაციაში და მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ვისაც აინტერესებს ეს თემა უკვე უშუალოდ მოვიდნენ თქვენთან და მოგისმინო ხოლმე. გიორგი სიჭინავა სტუმრობდა. მადლობა. ამ თემას ჩვენ სხვა დროსაც დაუბრუნდებით, მით უფრო საგულისხმოა და აუცილებლად უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი დიალოგის პარალელურად ჩვენ დაგვეკავშირდა ორგანიზაცია დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ და გვთხოვენ ასევე ჩავთოთ ხოლმე მსგავს თემებზე დისკუსიებში. რამდენადაც მახსოვს ეს ორგანიზაცია ჩვენი გადაცემის სტუმარი ყოფილა, მისი წარმომადგენლები მომავალშიც ამ თემას დაუბრუნდებით, სიამოვნებით თქვენ
ჩვენთან ერთად. მადლობა გამოხმაურებისთვის, აქტიურობისთვის და რომ გვიყურებთ. გიორგი სიჭინავას მადლობას გადაუხდი.